მადლობთ მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მე პირველ რიგში გავაკეთა პოლიტიკურ შეფასებას, ხო რას ნიშნავს დიდი ბრიტანეთის მიერ აი ამ პროპაგანდისტული არხების სანქცირება, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო იყო სხვათა შორის დღეს, როდესაც ივანიშვილის წარმომადგენელმა, რომელიც თავს საგარეო საქმეთა მინისტრად აცხადებს, დღეს აღიარა ფაქტიურად, რომ ეს არხები არის მართული მათ მიერ, ანუ დაადასტურა, რომ ეს არის სამთავრობო არხები და მერე ვითომ რიტორიკული შეკითხვა დასვა, რომ ეს არხები არიან სანქცირებული რუსეთის გავლენის შესასუსტებლად და რა შუაში არის. სწორედ ამ შუაშია, რომ ამ არხების, ანუ ეს არ არის არც კერძო არხები, ეს არ არის არც რაღაც დამოუკიდებელი სატელევიზიო არხები, ეს არის პირდაპირ ქართული ოცნების პროპაგანდისტული საშუალებები და როდესაც ქართული ოცნების მათ შორის მათსავე აღიარებით თვითაღიარებულად უკვე პროპაგანდისტულ საშუალებებს ასანქცირებენ რუსეთის გავლენის შესუსტების, ასე ვთქვათ, ამოცანისთვის, აქ ძალიან ნათელია ხიდი, რომ ეს არის ხელისუფლება, ქართული ოცნება არის ეს ხელისუფლება, რომელიც მიიჩნევა დღეს დიდ ბრიტანეთში და დასავლეთის სხვა ქვეყნებში, როგორც რუსეთის მოკავშირე ხელისუფლება და ძალიან შორს რო არ წავიდეთ, მე ეს ანალოგია ხშირად მომყავს, იმიტომ რომ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღეს სანქცირებული არის ძალიან ბევრი წარმომადგენელი უკვე ქართული ოცნების წარმომადგენლების, ძირითადად საბიზო შეზღუდვებით, მაგრამ ასევე სანქცირებული არის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ უშუალოდ ბიძინა ივანიშვილი. თუმცა რაც შეეხება ბრიტანეთს, აი აქ ჩდება კითხვა, რატომ ფინანსური სანქციები აქედან, ანუ ტელევიზიებიდან და არა ვთქვათ პირდაპირი დასანქცირება პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები პირების და რადგან ივანიშვილი ახსენეთ, მასთან მიმართებაში ჩაგეკითხებით, ხომ არ ჩანს, რომ აი მაგალითად დიდი ბრიტანეთი ერიდება პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას და თუ ასე არა შეიძლება იყოს ამის მიზეზი ესეც. აქ არის მთავარი, ანუ რომ შევკრათ ეს კონტექსტი, რომ დღეს ივანიშვილი რეჟიმი დაწყებული თავად ბიძინა ივანიშვილი და დამთავრებული ახლა უკვე მათი მართული, მათი პროპაგანდისტული მედია საშუალებებით არიან სანქცირებული არა რაიმე სხვა მიზეზით, არამედ პირდაპირ რუსეთის ამოცანების ხელშეწყობის მიზეზით. ანუ დღეს ჩვენ რო გვმართავს ხელისუფლება, რომელიც არის ემსახურება რუსეთის ინტერესებს, ამისი კიდევ ერთი დადასტურება არის, ასე ვთქვათ, ამ არხების დასანქცირება და თუ ვინმე ვერ გაიგო რა კავშირია რუსეთის გავლენის შესუსტებასთან, დიდმა ბრიტანეთმა ჩათვალა, რომ ამ რუსული რეჟიმის გავლენის ერთ-ერთი ძირითადი ინსტრუმენტი ეს არის სწორედ საინფორმაციო მედია საშუალებები და მათი სანქცირებით მას მიაჩნია ამ ასე ვთქვათ სანქციის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ისინი რაღაცნაირად ზეგავლენას მოახდენენ ამ ეფექტურობაზე რუსული საინფორმაციო ომის, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებს, მათ შორის ამ არხების გამოყენებით და ერთი შეხედვით იმედის გავლენა შესაძლოა დიდი იყოს ქვეყნის შიგნით ქართულ აუდიტორიაზე, მაგრამ ალბათ მის ფუნქციონირებას არც რუსეთისთვის და არც უკრაინისთვის არ უნდა კონდეს დიდი მნიშვნელობა. მაგრამ რუსეთის მოკავშირე ხელისუფლება, როდესაც მართავს საქართველოს და მათ შორის ეს უკავშირდება მთელ რიგ, ასე ვთქვათ, საკითხებს, რაც არის დაკავშირებული იმ ზოგად პოლიტიკასთან, რომელსაც დღეს დასავლეთი აწარმოებს რუსეთის წინააღმდეგ და აქ საქართველოს დღეს მართავს რეჟიმი, რომელიც არის პირდაპირ რუსეთის მხარეს, ეს ცხადია, რომ არის ძალიან, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი გამოწვევა, ანუ რუსული რეჟიმის შესუსტება საქართველოში ისევე შედის დღეს თავისუფალი სამყაროს დღის წესრიგში, როგორც შედის ზოგადად რუსეთის დასუსტება, ხო? რუსეთი და მისი მოკავშირეები ყველგან უნდა დასუსტեն და ბიძინა ივანიშვილი არის დღეს მიჩნეული რუსეთის მოკავშირედ და სწორედ ამიტომ არის, რომ მათ შორის ახლა რო იტყუებიან, რომ სანქციების რაღაცა, ასე ვთქვათ, შეჩერება მოხდა ყულევის სპორტთან დაკავშირებით, კი არ შეაჩერეს სანქციები მთლიანად, ეს პაკეტი არის გადადებული, ესე ვიტყვი, იმიტომ რომ დაუბრუნდება ამას ცხადია ევროკავშირი და მიიღებს თავის დროზე და იქ ჩანაწერი რჩება კლავაც ყულებთან დაკავშირებით, რატო? იმიტომ რომ ეს ხელისუფლება სავარაუდოდ პირდაპირ ხელს უწყობს იმ ანტიდასავლურ პოლიტიკას, რასაც ქვია
ხელშეწყობა რუსეთისთვის არალეგალურად შემთხვევაშიც ქართული ოცნება ითხოვს მტკიცებულებების დადებას და მოისმენთ albათ გუშინაც ისაუბრა მაგალითად შალვა პაპუაშვილმა დასავლელი პარტნიორების მისამართით ამ საკითხს. კომიკური ხდება, იმიტომ რომ ძალიან ვფიქრობ, რომ უბრალოდ კომიკურ მდგომარეობაში არიან ისინი დღეს, როდესაც ძალიან სასაცილო მოსასმენი იყო გუშინ ეგრეთ წოდებული მინისტრის გამოსვლა ერთ-ერთ ასევე პროპაგანდისტულ არხზე ვრცელი ინტერვიუ იყო, რომელშიც ჩვენ მოვისმინეთ, რომ საქართველოს დღეს ფაქტიურად არსად აღარ ყავს მოკავშირე, არსად აღარ ყავს მეგობარი, არსაიდან არაფერს არ ველოდებით, რაღაცა აბსოლუტური ბოდვა მოვისმინეთ მინისტრისგან, ეგრეთ წოდებული მინისტრისგან, რომ თითქოს რაღაცა ესე იგი მე იმედს ვერ გავაჩენო, რომ რაღაცა იქნება უკეთესობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში, მაგრამ ამავე დროს მაინც იმედი გვაქვსო. ამის პარალელურად ხედავთ, რომ ვაშინგტონში დაიწყო ახალი პროცესი საქართველოში რუსეთის და ჩინეთის გავლენებთან დაკავშირებით შესაბამისი ანგარიშის მომზადების. ანუ ჩვენ დღეს ვართ ერთის მხრივ სასაცილოს სხვა ქვეყანას რო შეეხებოდეს ეს, როდესაც ჩვენ ხედავთ, რომ საქართველოს მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა კიდევს, ასე ვთქვათ, მთელ ძლიერ ცივილიზებულ სამყაროს, რომელიც ჩვენი მთავარი მოკავშირე იყო დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ჩვენი სახელმწიფოს განმტკიცებისთვის, გაგეცინებოდა ამ უგუნურობაზე, ეს რო სხვა ქვეყანა იყოს, მაგრამ როდესაც შენი სახელმწიფოა, შენ ალბათ უნდა აცნობიერებდე იმას, რომ ჩვენ უფრო დაუცველი, უფრო ადვილი სამიზნე და უფრო განმარტოვებული არ ყოფილვართ ფაქტიურად დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ვიდრე დღეს ვართ. თქვენ წარმომადგენელთა პალატაში წარდგენილი კანონპროექტი ახსენეთ, ამაზე აუცილებლად გითხავთ, ისე არ გაგიშვებთ, იქამდე აი სანქციებთან დაკავშირებული თემა რომ ამოვწუროთ. აი რა გაგრძელება შეიძლება ქონდეს ამ პროცესს? ირაკლი კობახიძე ამბობს და მისგან ვისმენთ განცხადებას, რომ დაცული იქნება მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება, როგორც იმედთან, ისე პოზიტივისთან მიმართებაში და რომ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო კომპანიებმა, არასახელმწიფო კომპანიებმა უნდა გააგრძელონ თანამშრომლობა ორივე არხთან. აი თქვენი აზრით რამდენად მარტივი იქნება ამ ტელეკომპანიების დაცვა და გადარჩენა, რისი პირობაც მათ ირაკლი კობახიძემ მისცა, როგორ გონიათ, სად და რაში შეიძლება მოძებნონ გამოსავალი და კიდევ ერთი მხრივ რამდენად დაეხმარებათ მათ, ესე ვთქვათ, შემოვლითი გზების გამონახვა. მე ვფიქრობ, რომ მარტივი არ იქნება, შეუძლებლად არ მიმაჩნია, გამოჩნდება დრო აჩვენებს, შეუძლებლად არ მიმაჩნია, რომ ამ არხებმა გააგრძელონ ფუნქციონირება, მაგრამ ამ ფუნქციონირების გაგრძელებას ისინი შეძლებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისედაც ჩვენ ხო ანუ ფინანსურ მდგომარეობას რო შეხედო ამ არხების, ჩვენ ისედაც ხვდებით, რომ სუბსიდირებულ მდგომარეობაში არსებობდნენ ისინი, ანუ დიდად გამჭვირვალეობას ფინანსურს ისედაც არ ქონდა აქ ადგილი, მაგრამ კიდევ უფრო, ასე ვთქვათ, შეიძლება ითქვას, რომ იატაკქვეშეთში უნდა გადავიდეს მათი დაფინანსება, ანუ ფორმალურად, ოფიციალურად გახსნილად გამჭვირვალედ, როგორც უყვარს ამ რეჟიმს ამ ტერმინის ხშირად გამოყენება, ისინი უბრალოდ ვერ გააგრძელებენ ფუნქციონირებას. მათ შორის მე არ მგონია, რომ ძალიან მარტივი იყოს, რომ ესე იგი ვიღაცა კობახიძის მითითების მიხედვით შევიდეს ბიზნეს ურთიერთობებში დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეარხებთან, რატო? იმიტომ რომ განსხვავებით მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატებისგან, სადაც თუ სანქცია აქვს დაწესებული იქ მაგალითად სუბიექტს და შენ ბიზნეს ურთიერთობებში შედიხარ ამ სუბიექტთან, შენზე უნდა დამატებით მიიღონ მეორადი სანქციების, ასე ვთქვათ, მიღება უნდა მოხდეს შენთან მიმართებაში, როგორც მე მესმის დიდი ბრიტანეთის შემთხვევაში სანქცირებულ სუბიექტთან ყველანაირი კომერციული ურთიერთობების დამყარება და ფინანსური ურთიერთობების დამყარება უკვე გაქცევს სამართალდამრღვევად ბრიტანეთის, ასე ვთქვათ, სამართლებრივ სივრცეში და აქედან გამომდინარე ავტომატურად შეეხება ბანკებს და ვთქვათ, ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რაც იმედის და პოზიტივის სანქცირებასთან დაკავშირებულ პროცესს ახლავს, არის სწორედ ის, რა შეიძლება
გააკეთონ, რას იზამენ ბანკები და მით უფრო რას იზამენ იმ ფონზე, როდესაც მოვისმინეთ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათია თურნავას განცხადება, რომ კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად იმოქმედონ. ჯერ ერთი თურნავას ეს განცხადება რამდენად ნიშნავს ნებისმიერ კომერციული ბანკების მოწოდებას იმისკენ, რომ მოახდინონ სანქციების უგულებელყოფა და რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ კი საქართველოს ეროვნული ბანკი დაუპირისპირდება ბრიტანულ სანქციებს, ისე როგორც აი კომერციულ ბანკებთან მიმართებაშიც დაგისვა მკითხვას, ბარემ რას უნდა ველოდოთ და განსაკუთრებით მსხვილი ბანკებისგან, რომლებიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობენ და რადგან თქვენ ლელოს წარმოადგენთ და ლელო თავის მხრივ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიერ დაფუძნებული ძალაა, აქ ვეკითხავთ, ხომ არ გაქვთ თქვენი დამფუძნებლებისგან ინფორმაცია უშუალოდ TBC ბანკის პოზიციასთან მიმართებაში, იმიტომ რომ როგორც ვიცით, ამ დრომდე ფლობენ TBC ბანკის წილების გარკვეულ ნაწილს, როგორც ხაზარაძე, ისე ჯაფარიძე. ნუ ხაზარაძე და ჯაფარიძის გარდა ძალიან ბევრი ადამიანი ფლობს საბედნიეროდ ამ აქციებს, ისევე როგორც საქართველოს ბანკის შემთხვევაში და მე ნამდვილად ბანკების სტრატეგიაზე ვერაფერს გეტყვით, მე შემიძლია ერთი რამ გითხრათ, პოლიტიკურად შევაფასო, რომ თურნავა უკვე მერამდენჯერ ხდება, ასე ვთქვათ, საკუთარი განცხადებები შეიძლება ითქვას, რომ ის უკვე რაღაც ჩამოყალიბდა კანონდამრღვევ რეციდივისტად ფაქტიურად ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს, რომ ფარცხალაძესთან მიმართებაშიც მისი მოქმედება იყო აბსოლუტურად აცდენილი საქართველოს მათ შორის საკანონმდებლო ჩარჩოს და სწორედ ამიტომ ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი ინიციატორები მოთხოვნის მისი გადადგომის მაშინ და შესაბამისი აქციაც გაიმართა მათ შორის ამ მოთხოვნით ჩვენი ასე ვთქვათ ერთ-ერთი ინიციატორები ჩვენ ვიყავით. ამიტომ მე არ მიგვერს ეს არის გაგრძელება იმ ხაზის კიდევ ერთხელ ვამბობ საქართველოს კანონის და ჩვენი კონსტიტუციის საწინააღმდეგო ხაზის, რომელსაც ატარებს ეს ბანკი, თუმცა ეროვნული ბანკი სამწუხაროდ დღეს რომელიც ჯიბეში უზის ფაქტიურად პოლიტიკური, ასე ვთქვათ, პოლიტიკურად მართული ინსტრუმენტია. თუმცა ჩვენ გვახსოვს რა მოხდა ფარცხალაძის შემთხვევაში, ანუ საბოლოო ჯამში იქ უფრო მარტივი იყო იმ ნაბიჯების გადადგმა, რომ ეს კონკრეტული FSB-ს აგენტი, რომელიც აღმოჩნდა, რომ არის ასევე რაღაც კრიმინალურ, არაერთ საქმეში კრიმინალურში, ასე ვთქვათ, ფიგურანტი, არამედ მთელ რიგ საქმეებში აღმოჩნდა, რომ არის მთავარი ფიგურანტი და დღეს დასაჯერად აქვს საქმე, მას გადაეფარა ფარად მთელი სახელმწიფო სისტემა. ოღონდ ერთი ინდივიდუალური ადამიანის შემთხვევაში უფრო მარტივია, რომ შექმნა ხო ეს სასათბურე პირობები, მას მისცე შანსი, რომ გადამალოს საკუთარი, რაც გადასამალი აქვს ის ქონება, თუ მოკლედ სანქციებს თავი არიდოს. ეხლა, როდესაც საუბარი არის ტელევიზიებზე, რომელმაც უნდა ფუნქციონირება გააგრძელონ, ხო, ანუ მათ მოუწევთ კონტრაქტების დადება, მოუწევთ ხელფასების გადახდა, უნდა გააფორშევიდეს საქმიან ურთიერთობებში. მე ძალიან რთულად წარმომიდგენია განგრძობითად, როგორ შეიძლება, რომ ეს რაღაცა, ასე ვთქვათ, ისევ და ისევ საქართველოს კანონმდებლობის და კონსტიტუციის დარღვევით ამ რეჟიმმა შეუქმნას ეს პირობები საკუთარ საინფორმაციო საშუალებებს, იმიტომ რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ, ამისთვის ამაში მეჯვი არ მეპარება ერთ-ერთი მთავარი მიზეზით, რომ დღეს ეს პროპაგანდა არის მართვის ინსტრუმენტი, ძირითადი ინსტრუმენტი ამ ხელისუფლების, იმიტომ რომ ჩვენ ხო ვხედავთ ჩვენს გარშემო რა ხდება, ანუ არანაირი პოზიტიური დღის წესრიგი არ იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის, ანუ ქართული ოცნების ფაქტიურად თუ რაიმე დარჩათ მათ მხარდაჭერა, ეს დგას ერთადერთ რამეზე, ეს არის სწორედ პროპაგანდისტული მედია საშუალებები, ამიტომ ეჭვი არ მეპარება, რომ ყველაფერს ეცდებიან, თუმცა მგონია, რომ შეზღუდული არის აქ შესაძლებლობები, რაც შეეხება ბანკებს და ფინანსურ სისტემას, მე ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ყველანაირი მოძრაობები, რომელიც შეეხება, ასე ვთქვათ, იმ ფუნდამენტს, რაზეც დგას დღეს ის უკვე ძალიან სუსტი ეკონომიკა, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია. მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ ისეთ რაღაცა
როგორ გითხრათ, აი პირდაპირ რაღაც ცუნამს გამოიწვევს ეკონომიკური ჩამოშლის, რომ მე ამ ხელისუფლებასაც კი არ მგონია, რომ მსგავსი მოვლენების განვითარებას იქამდე ისევ ამავე თემაზე მინდა რომ გამოგწოთ საუბარი და რაც შეეხება უკვე ბრიტანეთის ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოცხადებას, გარეთ უორდი უწყებაში დღეს დილით იმყოფებოდა, თუმცა მასთან 40 წუთიანი შეხვედრის შემდეგ ოფიციალური თბილისი დიდად კმაყოფილი არ ჩანს, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, შეხვედრაზე ვერ მოისმინა ვერც ერთი არგუმენტი, რომელიც გაამართლებდა იმედისა და პოზიტივის დასანქცირების გადაწყვეტილებას. მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ ბრიტანულ მხარეს აქვს შეფასებები, რასაც დასანქცირების თაობაზე გადაწყვეტილება ეყრდნობა, თუმცა არ აქვს და არ ჩანს ყოველ შემთხვევაში მან ვერ მოისმინა, რას ეფუძნება თავად ეს შეფასებები. აი მოდით ამ ჭრილშიც დავსვათ კითხვა. რამდენად აკლია ბრიტანეთის მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დასაბუთება და მტკიცებულებები და რამდენად სამართლიანი შეიძლება იყოს ამ კუთხით საქართველოს ხელისუფლების პრეტენზია. ნუ ჯერ ერთ ეს თავისთავად აბსურდია, რომ ესე იგი კარგია რომ აღიარა დღეს ქალბატონმა ბოჭორიშვილმა თავად დაადასტურა, რომ მისი რეჟიმის პროპაგანდისტული საშუალებებია და არადამოუკიდებელი ტელევიზია, იმიტომ რომ თავისთავად ცხადია რომ აბსურდი არის საუბარი, ასე ვთქვათ, იმაზე, რომ აქ რაღაც ფარად გადაეფარა მთელი სახელმწიფო, განსაკუთრებით ის რეჟიმი, რომელიც მრავალი წელიწადია დევნილს და ავიწროვებს დამოუკიდებელ მედია საშუალებებს, რომელსაც ციხეში ყავს დამწყვლეული, დღემდე დამოუკიდებელი მედია საშუალების ხელმძღვანელი და ზოგადად ითვლება მსოფლიოში როგორც ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, ყველაზე მტვრულად განწყობილი რეჟიმი დამოუკიდებელი მედიის მიმართ, რაღაცა გროტესკია, ხო, დაცინვა არის, რომ ეს ხალხი საუბრობს თავისუფალი მედიის დაცვაზე და ამ შესაბამისად არანაირი, ასე ვთქვათ, დარწმუნებული ვარ, რომ რაღაცა მსუბუქი დაცინვის გარდა არანაირი სხვა რეაგირება არავის არ ექნებოდა არც დიდ ბრიტანეთში და არც ჩვენ დასავლელ პარტნიორებში აი ამ რაღაცა უბადრუგ ჟესტზე, მაგრამ აქ სხვა რამაზეა საუბარი, ანუ რა თქმა უნდა დიპლომატიაში შეიძლება დაიბარო, არ ვიცი, დემარშით ელჩი, შეიძლება არ ვიცი, მეტიც შეუძლიათ გააკეთონ, შეუძლიათ გამოიწვიონ დიპლომატიური წარმომადგენლობა ან მოთხოვონ მათ რომ დატოვონ ქვეყანა და ძალიან ბევრი რამე შეუძლიათ გააკეთონ დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტამდეც კი შეუძლიათ რომ მივიდე. თუმცა აქ საქართველოს მოქალაქემ ალბათ შეკითხვა უნდა დასვას აი მის ინტერესებში ქვეყნის რომელიც დგას უმწვავესი გამოწვევების წინაშე, მათ შორის უსაფრთხოების გამოწვევების თვალსაზრისით, ეკონომიკური პერსპექტივის თვალსაზრისით. აი ამ ქვეყნის ინტერესებში როგორ შედის და რანაირად შედის საქართველოს მოქალაქის ინტერესში, რომ ჩვენ ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ რაღაცა ლამის მტრად ვაცხადებთ. აი საინტერესოა, დიდი ბრიტანეთის საქართველოს მოქალაქეებს ეს კითხვები რაც თქვენ ახლა დასვით, მაგრამ მე გეტყვით რა კითხვა აქვს მაგალითად შალვა პაპუაშვილს. თუ ბრიტანეთისთვის პარტიული და პროპაგანდისტული მედია საშუალებები მიუღებელია, მაშინ რატომ არ აქვს რეაქცია ბრიტანეთს ფორმულას და ტელე-პირველის პატრონების დავით კეზერაშვილის და მამუკა ხაზარაძის მიმართ, რომლებიც სწორედ ბრიტანეთს აფარებენ თავს და ბრიტანეთის მთავრობას უზის თავისთანო გუშინ გააკეთა ეს განცხადება შალვა პაპუაშვილმა. რამდენად შეიძლება საქართველოს რიგით მოქალაქეს ეს კითხვაც გაუჩნდეს. ანუ თუ კი ჩანს რეაქცია იმედის და პოზიტივის მიმართ, რატომ არ არის გარკვეული ტიპის რეაქცია სხვა იმ არხებთან მიმართებაში, რომლებზეც თქვათ ასევე არის აი რასაც საუბრობს თვითონ შალვა პაპუაშვილი, ხო? ეს ტელეარხები, რომლებზეც საუბარი აქ განსხვავება ნახეთრაშია. რა თქმა უნდა, მსოფლიოში არსებობს, ყველა ქვეყანაში არსებობს პლურალიზმი მედია საშუალებების და ეს მედია საშუალებები ამ შემთხვევაში ცხადია, რომ ესეც ტყუილია, იმიტომ რომ არანაირი კავშირი არ აქვს, ასე ვთქვათ, მამუკა ხაზარაძეს რაიმე ტელესაშუალებასთან, მაგრამ რომ თეორიულადაც რომ ჩავთვალოთ, რომ არსებობს სიტყვაზე რაღაცა ტელეარხი, რომელსაც აქვს კავშირი რომელიმე, ასე ვთქვათ, კერძო პირთან ან ბიზნესთან ან ასე შემდეგ. აქ იმედის და მეორე პოზიტივის სანქცირება რატომ მოხდა, რომ მათ რამე კავშირი აქვთ კონკრეტულად რომელიმე კერძო პირთან ან პოლიტიკურ გაერთიანებასთან, თუ მოხდა მათი სანქცირება იმიტომ, რომ ისინი ემსახურებიან რუსეთის ინტერესებს. მათი სარედაქციო პოლიტიკა პირდაპირ ემსახურება
რაშისტულ, როგორც დღეს მიუთითეს მათ შორის კიევიდან ბატონ პაპუაშვილს, რაშისტულ დღის წესრიგს. ანუ მოატყუებენ საზოგადოებას, რომ ამ ტელეარხების სანქცირება მოხდა იმიტომ, რომ ისინი ხელისუფლების, ასე ვთქვათ, თან კავშირში ან ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესის მფლობელობაში არიან ხილებული. არა, მათი სანქცირება მოხდა იმიტომ, რომ მათი სარედაქციო პოლიტიკა ემსახურება პუტინისტური რეჟიმის ინტერესებს. ძალიან ნათლად არის ეს ნათქვამი საფუძველში, რომელიც იქნა გამოყენებული მათი სანქცირებისთვის, რომ ეს არიან მკვეთრად ანტიდასავლური, ანტიუკრაინული და პრორუსული ტელეარხები. ამიტომ ეს არის ძალიან დიდი განსხვავება და ამიტომ ვერავის ვერ მოატყუებს და სახეში ვერავის ვერ შეაყრის ნაცარს პაპუაშვილი და მათთვის ძალიან დიდი დისკომფორტია ეს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, თავად აღიარა დღეს ბოჭორიშვილი გამოვიდა და აღიარა, რომ ეს ჩვენი არხებიაო, მე რა პრეტენზია გაქვთო, რომ ეს არის რეჟიმის მიერ მართული არხებიო და დიახ, რეჟიმის მიერ მართული არხების სანქცირება მოხდა იმიტომ, რომ ეს არის რაშისტული პოლიტიკური დღის წესრიგის მატარებელი არხები და ამ ხალხმა, ვინც იქ მუშაობს, მათ შორის არ ვიცი, სხვადასხვა რაღაც გასართობს შოუებში მიდიან იქ თუ ტაშფანდურის გასამართად, უნდა იცოდნენ, რომ ისინი ემსახურებიან ვლადიმერ პუტინის დღის წესრიგს და რაშისტული რუსეთის პოლიტიკურ ამოცანებს. აი ეს იქნა ნათქვამი ამ სანქციებით. კიდევ ერთ აქტუალურ საკითხს მინდა რომ დავუთმოთ რამდენიმე წუთი და ახლა მეორე ანგარიშის პროექტი საქართველოს როგორც კანდიდატი ქვეყნის შესახებ, რომელიც გუშინ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხდომაზე იქნა განხილული. საქართველოს საკითხზე მომხსენებელი ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანია, რომლის განცხადებითაც და შეფასებითაც საქართველოში სიტუაცია სწრაფად უარესდება და ჩვენ სხვა ევროპარლამენტარების კრიტიკული შეფასებებიც მოვისმინეთ, მაგალითად ასეთი, როდესაც ვეძებთ დემოკრატიული უკუსლის განმარტებას, ლექსიკონი უკვე აღარ გვჭირდება, ახლა უბრალოდ თბილისში უნდა გავფრინდეთ, მაგალითად ეს არის გერმანელი ტობიას კრემერი. მოკლედ კითხვა, რომელიც ამ ტიპის საერთაშორისო დოკუმენტებთან მიმართებაში ალბათ ბევრჯერ მოგისმენიათ. რა ფასი აქვს ამ ანგარიშს და რამდენად ხდება ეს და ამ ტიპის დოკუმენტების სახელმძღვანელო, როდესაც ევროსტრუქტურები კონკრეტულ პოლიტიკურ გაწყვეტილებებს იღებენ და მეორე მხრივ რა უნდა მოუხერხოს ოპოზიციამ იმ ფაქტს, რომ ასეთი ტიპის ანგარიშებს, როგორც აღმოჩნდა ქართული ოცნება, ხევს და ნაგვის ურნაში აქტებს. ქართული ოცნებას შენბამ ევროპარლამენტის ანგარიშები კი არა, კვაბახიძემ საქართველოს კონსტიტუცია დახია და გადააგდო ურნაში, ამიტომ მისგან და ამ რეჟიმისგან ჩვენ არ ველოდებით, რომ ისინი პატივცემენ ევროპარლამენტის ან საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, იმიტომ რომ საკუთარ კონსტიტუციას არღვევს ეს რეჟიმი და კონსტიტუციის ანტიკონსტიტუციურ ძალად ჩამოყალიბდა ქართული ოცნება. ამიტომ მათი განცხადებები ვფიქრობ, რომ აქ ნაკლებად არის მნიშვნელოვანი, ისინი ყველაფერს იტყვიან. ჩვენ ყველაფერზე უნდა ვისაუბროთ შედეგებით და ევროპარლამენტის რეზოლუციას მართალია, რომ არ აქვს კანონის ძალა, ანუ ის არ არის სავალდებულო აღსასრულებელი გადაწყვეტილება. თუმცა შეგვიძლია ამოვიღოთ, ვის თუ აქვს ამის სურვილი, ქართულ ოცნებას წერა-კითხვა თუ კიდევ ვინმე მიცის, მაიქ თუ ვინმე არის დარჩენილი, ამოიღოს გასული რამდენიმე წლის მანძილზე ყოველწლიურად ხდება მსგავსი ანგარიშების მიღება და მერე შეხედონ ევროკავშირის მიერ გატარებულ პოლიტიკას. დაინახავენ ძალიან ნათლად, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციებში ჩაწერილი ძალიან ბევრი პოსტულატი გადაიქცა ევროპის პოლიტიკად. როგორც კარგი მიმართულებით, ასევე ცუდი მიმართულებით. მაგალითად, კარგი მიმართულებით, ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო მიმართულებით, ევროპარლამენტი იყო პირველი, რომელმაც გამოაცხადა, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, მას მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი და შემდეგ ჩვენ ასე ვთქვათ, ნახეთ, რომ ამას მოყვა შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილება. მანამდე ასე იყო ვიზო რეჟიმზე, ასოცირებაზე, ყველაფერ სხვაზე. რაც შეეხება ნეგატიურ კონტექსტში. ევროპარლამენტი, რადგან პოლიტიკური ორგანოა, ის სწრაფად იღებს გადაწყვეტილებებს. ევროპარლამენტი იყო პირველი, რომელმაც განგაში ზარი ატეხა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში სისტემატიურად მიმდინარეობს ადამიანის უფლებების დარღვევა და დემოკრატიული პრინციპების დარღვევა, რომ ეს ქვეყანა ვერ გააგრძელებს ურთიერთობებს ევროკავშირთან როგორც კანდიდატი ქვეყანა და ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა
ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რომ საქართველოს მხოლოდ ქაღალდზე რჩება კანდიდატ ქვეყანა თუ განცხადებას აკეთებს, ესეც მინდა უთხრა ურსულა ფონ დერ ლაიენი, გარდა იმისა, რომ ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ქაღალდზე რჩება, ის ვიზებთან დაკავშირებითაც საუბრობს და ამბობს, რომ ვიზების შეჩერება შეიძლება მთელს მოსახლეობაზე გავრცელდეს, თუ ხელისუფლება პრობლემებს არ მოაგვარებს. სამწუხაროდ რაპირი უჩანს შეიძლება საბოლოოდ მივიდეთ მართლაც ამ განცხადებაში, რომელიც უკვე შეუჩერდა, ყველა უფრო დიდი სანქცია რა შეიძლება იყოს, როდესაც დიპლომატიური პასპორტის მფლობელებს ამ ქვეყანაში, ანუ მარტივად რო ვთქვათ, ხელისუფლების წარმომადგენლებს უთხრეს, რომ თქვენ არ შემოგიშვებთ ევროპაში, სანამ არ გადავწყვათ, იღწახურებთ თუ არა ვიზას. ეს ფაქტიურად არის სწორედ, როდესაც საუბრობთ არაღიარებაზე, უფრო მეტი არაღიარება, რომ ეს რეჟიმი არ წარმოადგენს ქართულ ხალხს, რთულად წარმომიდგენია, ვიდრე დიპლომატიური პასპორტებისთვის გაუქმება უვიზო რეჟიმის. აქვე საზოგადოებას უნდა შევახსენო, იმიტომ რომ შეიძლება ბევრმა არც იცის, ჩვენ, როდესაც უვიზო რეჟიმი მოვიპოვეთ და ამისთვის მრავალი წელიწადი მიდიოდა შრომა, პირველი, ვისაც მისცეს უვიზოთ ევროკავშირში შესვლის შესაძლებლობა, ეს იყო სწორედ დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჟესტი, რომ დიახ, სწორედ პირველ რიგში იმ რიგით მოქალაქემდე იყო სწორედ დიპლომატიური მოქალაქემდე უვიზო მიმოსვლით, უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობით სარგებლობა დაიწყეს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებმა და უკანა მიმართულებითაც იგივე, ასე ვთქვათ, პრინციპით რომ მიდიან, ეს უკვე არის განგაშისარი. ამას არ სჭირდება ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადება, რომ ესეთი საფრთხე არსებობს, იმიტომ რომ არსებობს ახალი რეალობა, მათ შორის ის რეალობა, რომელიც დიახ, ევროპარლამენტის მონაწილეობით და ინიციატივით სხვათა შორის იქნა მიღებული, რომელიც ამარტივებს უვიზო რეჟიმის შეჩერებას, თუ ირღვევა სისტემატიურად უფლებები. ქალწულმე, ბოლო კითხვა უნდა დაგისვათ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში წარდგენილ კანონპროექტზე და ამით დაგემშვიდობებით კანონპროექტზე, რომელიც ითვალისწინებს ანგარიშის მომზადებას საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო აქტივების შესახებ. ასე ვთქვათ, კანონპროექტის ინიციატორი და წარდგენია კონგრესმენი ჯო უილსონი. რა დატვირთვა შეიძლება კონდეს ამ დოკუმენტს, რა დღის წესრიგი შეიძლება შექმნას ამ კანონპროექტმა კონგრესში და რას ელოდებით პროცესისგან, რომელიც წამოიწყო, მორიგი პროცესისგან, რომელიც წამოიწყო ისევ ჯო უილსონმა. ხო, ახლა ჩვენ ხო ვხედავთ ძალიან ნათლად, რომ არსებობს ის რეალობა, რომელიც არსებობს დღევანდელი ადმინისტრაციის წინაშე, ბევრი სხვადასხვა გამოწვევები და ამ ფონზე ჩვენ ვხედავთ, რომ აშკარად, რომ საქართველოსთან მიმართებაში, მოდით მარტივად შევაჯამოთ, ფაქტიურად ძალაში არის დატოვებული ის პოლიტიკა, რომელიც შეიქმნა უკანასკნელი წლების მანძილზე, ანუ გაუქმებულია სტრატეგიული თანამშრომლობა, ძალაში რჩება სანქციების რეჟიმი ივანიშვილის წინააღმდეგ და ფაქტიურად არანაირი ახალი სიახლეს ჩვენ ვერ ვხედავთ. აი ამ მოცემულობაში, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიტიკური აქტიურობა და მათ შორის ორმხრივი პოლიტიკური მხარდაჭერა დღეს არის სწორედ იმ მიმართულებით, რომ ამ რეჟიმზე, როგორც რეჟიმზე, რომელიც არის სწორედ პოტენციურად მოკავშირე რუსეთის და ჩინეთის და ეწინააღმდეგება ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ ინტერესებს რეგიონში, რომ ამ მიმართულებით ხდება პოლიტიკური დღესასწაულის გააქტიურება, ეს ცხადია, არის ძალიან კარგი მხილება კიდევ ერთხელ იმისი, რომ აბსოლუტური ტყუილი იყო, საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უნდა დაინახოს, რომ აბსოლუტური ტყუილი იყო ქართული ოცნების ყველა განცხადება იმაზე, რომ თითქოს მათ აქვთ რაიმე მოლოდინიან რესურსი, რომ სასიკეთოდ გადაიჯვირთება ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მადლობა.